ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბეტელმა ზოგად საქმეთა საბჭოს ხდომის დაწყებამდე საქართველოს შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთვის განსაკუთრებული პირობები არ იქნება. მისივე თქმით, ქართული ოცნების მთავრობასთან საუბარი საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება მათი დარწმუნება იმაში, რომ გარკვეული საკითხები ევროკავშირისთვის მიუღებელია. საქართველოს საკითხზე ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა ევროსკოპმა დაუსვა. როგორც ქსავიე ბეტელი ამბობს, ის ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა და საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით პოზიცია გაუზიარა. ქართველებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაკეთებელი, არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს და საქართველოს განსაკუთრებულად არ მოექცევიან, ისევ როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყანასაც. ქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან, ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. თუ ვერ დაველაპარაკებით, რთული იქნება მათი დარწმუნება იმაში, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგწონს. ვენაში ეუთოს ბოლო შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უთხარი, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით და დემონსტრანტების მიმართ. ამის მიღება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებულები ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ, ეს ნამდვილად ასია. საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ევროკავშირში გასაწევრიანებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე კომენტარი კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილემ მარილენა რაუნამაც გააკეთა. როგორც აღნიშნა, გაფართოება კვიპროსის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გაფართოების პროცესში ახლა არის იმგვარი დინამიკა, რომელიც ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, უნდა გამოვიყენოთ და შედეგი დავდოთ. ევროკავშირი მაშინ ახსენს წარმატებას, როდესაც ჩვენი პარტნიორები ასრულებენ ვალდებულებებს. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესს მიაღწიონ. ეს არის ის, რაც მოეთხოვება საქართველოსაც. უაღრესად მნიშვნელოვანია სამეზობლოში ევროპული პერსპექტივის შენარჩუნება. ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა და ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ევროკავშირისგან, ვიდრე 2023 წელს სტატუსის მიღებამდე იყო. ევროკომისიის შეფასებით ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. ასევე კომისია ანგარიში ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების სისტემატური და მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო სივრცესა და ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ ქცევის სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი.